მე ჩემი ისტორია ჯერ არ დამიმთავრებია, წერ, მაგრამ მგონია რომ ბევრი რაღაცა გავაკეთე. მე რომ ის მომყვე, რაც გავაკეთე, ცოტა ჩემთვის უხერხული იქნება. ბოლოს გეტყვით, რაც გავაკეთე, რაც არ არის უხერხული და სამაგალითო რამ ჩავიდინე, ეს არის 70 ხე დავრგე წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. ეს არის აზერბაიჯანთან ახლოს სოფელი ვახტანგისი და მონასტრის ეზოში დავრგეთ. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი რამეები შემიძლია. ვერ მოვყვები იმას, რომ მე ბევრ ადამიანს ვეხმარები, რაღაცებს ვაკეთებ, ალბათ კიდე მეც გავაკეთებ. ჩემ ისტორიას კი მე ვწერ, ოღონდ ამაზე ილაპარაკებს ხალხი და მე ვერ ვილაპარაკებ. 21 წელს ვიყავი პირველად ქობულეთში ზღვის სანაპიროზე გავედით. ხო ალბათ ცოტა უხერხულია, მაგრამ აი ძალიან გავარზღვას. არა, უხერხულია. ესეთივე ბობოქარი ვარ, ესეთივე წყნარი ვარ, ესეთივე თბილი ვარ, ესეთივე ცივი ვარ, დაუნდობელიც ვარ. აი შთაბეჭდილება რომ ნახეს კიდეგანო სივრცე. ვიყავი მშიშარა. მე მაგალითად პირიქით გამიგია ხოლმე, როცა აი სხვა დაინახა, რაღაცა შეეშინ, არა, აი მაშინ მივიღე ის თავისუფლება, რაც ადამიანს უნდა ქონდეს. აი როცა ამბობენ ადამიანები, რომ თავისუფალი ვარ, თავისუფალი ქვეყანა, მეამჯერა, არანაირი თავისუფლების არ მჯერა, თუ რაღაცა შეგრძნება, რაღაცა ამბავი არ მოგანიჭებს, ან არ დაიბადე თავისუფალი, იქ მოიპოვე და გახდე თავისუფალი, მე ამისე არ მჯერა. ჩემი თავი მახსოვს ისეთი ასაკიდან, რომ ეს არ შეესაბამება ეს ამბავი სიმართლეს იმ კუთხით, რომ არ შეიძლება 9 თვის ბავშვს ახსოვდეს ყველაფერი ის, რაც ხდება. ამას რო ვყვები, ერთადერთი მიდასტურებს ჩემი ოჯახის წევრები, არ ვთამაშობდი და ძალიან მიყვარდა, როცა ბავშვები თამაშობდნენ და ვუყურებდი ამ თამაშს. სულ თამაშგარეთ ვიყავი. ძალიან კარგად მახსოვს პირველი ფული როგორ ვიშოვე 4 წლის. გლანდების ოპერაციას ვიკეთებ. ექიმი მეუბნება, რომ თუ არ იტირებ, მე შენ მოგცემ 5 მანეთს, მაშინ მანეთობა იყო. და წარმოიდგინეთ 4 წლის ვარ, პირი მაქვს გაღებული, ღვარად გადმომდის ცხრემლები და ხმას არ ვიღებ და თან ვფიქრობ, ნეტა ითვლება თუ არა ეს ცხრემლები, რომ მითხრა რომ არ იტირო და მეორე დილამდე ვფიქრობდი, რომ ამ ექიმმა მომატყუა თუ არა და შემოვიდა პალატაში და მომცა 5 მანეთი. აი ესე სიმწრით ვიშოვე პირველი ფული. პირველი სამსახური ეს იყო 11 წლის ვიყავი, ვჭედავდი ყუთებს, ადრე ლიმონათი იდო ხის ყუთებში და აი ეს თითები მქონდა დალურჯებული, იმიტომ რომ ჩაქუჩს რო უტყავდი ხოლმე თავიდან მიჭირდა. 11 კაპიკი ღირდა, სინა რო უნდა დაგეხვე, მაგრამ მე სინას ვერ ვახვევდი, იმიტომ რომ ძალა არ მქონდა. თან ის ხელოსანი მეუბნებოდა, შენ მაგრად გამოგდის, კარგი დურგალი იქნებიო. ადამიანებს რო ვაკვირდები, ყველა მოიხსენიებს ხოლმე, რომ აი მაშინ რა ბედნიერი ვიყავი. რომ მიჭირდა მაშინაც ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ ჩემთვის სიცოცხლეა მთავარი ბედნიერება. მიშიმშილია, დახეულიც მწმია, გზის ფული არ მქონია. აი ძალიან ბევრი რამე მაქვს გადატანილი. მაინც ბედნიერი ვიყავ. ყველაფერი დავიწყე უკუღმა. ყველაფერი. აი ადამიანებს ვაძლევდი რჩევას, ვეუბნებოდი რა უნდა გააკეთონ, რა უნდა ქნან და ყველა მეუბნებოდა, აუ ფსიქოლოგი ხარ. თან პარალელურად იმდენად ღრმად მაინტერესებდა ადამიანის, აი შიგნით რა ხდებოდა, უკვე ეს გახდა ჩემთვის
პროფესია. ნუ ამას მოყვა ის, რომ დაუშვათ მე არ მქონდა დიპლომი, მე წავედი ამერიკაში, მაქვს სერტიფიკატები, ძალიან სერიოზული სასწავლებლის და შევისწავლე ფსიქოკოდირება და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეცნობა რა. მე კინოსარეჟისორზე ჩავაბარე, დავამთავრე თეატრალური, მაქვს დამთავრებული, დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და 45 წლის ვიყავი, როცა ჩავაბარე ფილოსოფიურზე უნივერსიტეტში. მე 45 წლის და ჩემი შვილის სტოლები უფრო პატარები არიან ჩემი ამხანაგები. თეატრალურში ლექციებს ვკითხულობდი საღამოს და დილით მე ვიყავი სტუდენტი, ესეთი უტასიერი სტუდენტი. საზოგადოებრივი მაუწყებელი არასოდეს არ დამავიწყდება. პირველად რო შევედი, კედელს აი ესე ვადებდი ჩუმად კედელს ხელს და ვიდექი და ვინიშნები საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორად. მე შეიცვალა მთავრობა და გამომიშვა სამსახურიდან. პარასკევს წამოვედი და ორშაბათს მირეკავს ტელეკომპანია მზიდან მაკალონიძე. მე ვიცი შენ რა გინდა. მე ვიცი შენ რა მოგწონს. პირდაპირ ეთერში ვიყავი 5 წელი, დაიხურა მზე. რა მინდა ადამიანებს ურჩიო. როცა შენ ცხოვრებაში რაღაც ეტაპი მთავრდება, გათიშო. ყველა დარდი, ნერვიულობა და თუ შენ იმსახურებ, აუცილებლად მალე მოვა. გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში. აი მოვედი. ყველაზე რეიტინგული შოუს წამყვანი. რო ამბობენ რა გენახულება გულაო. როცა გადაცემას უყურებ, მაშინ უყურებ, სად ვიყავი და რა ვნახე. ძალიან მინდა ივანიშვილთან ინტერვიუ. მინდა რომ ეს სხვა რაკურსით დავანახო ის ადამიანებს, იმიტომ რომ როცა ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და აი ვერ გაიგებ როგორია. მე ვიცი, ოღონდ ვერ მოყვები. და მე ძალიან მინდა ინტერვიუ. მე ეს ამოვთქვი იმ დროს, როცა მე ეს გაჭირვებული ხალხი ვნახე. პოლიტიკაში მოსვლა. ოღონდ ძალიან უნებლიეთ. ხო ვერ წარმომიდგენია პოლიტიკაში რომ მოხვალ უნდა დაჯდე პარლამენტში და ხო გავგიჟდი იქ თუ წავალ პირობა მექნება რომ მე უნდა წავიდე ასეთი ჩაცმული. დასაბამიდან დღემდე ჩემი მუსა, ჩემი დიდი შთაგონების წყარო, აი ყველაზე ძვირფასი არის დედა ჩემი. არის მამა ჩემი, არის ბებია ჩემი. ოღონდ ეს ქრონიკული. მაგრამ ყოველთვის მყავს მუსა. სულ შეყვარებული ვარ. სულ. პოზა მაქვს ხოლმე ისეთი, რომ აი ის მიყურებს და მე აი ჭაღარად როგორ მიხდება, როგორ სიმპათიურია. რატომ გადმოდის წყარო ამ ადგილიდან? იმიტომ რომ იქ იპოვა გამოსავალი. მინდა წითელს ჩავიცვალ, მინდა ყვითელს ჩავიცვალ. შენ რო გაცვია 7 ფერი, რო ფიქრობ, რომ პატიოსნად გაცვია, მე მორალურად ვარ შენზე პატიოსანი და ამიტომ არ დავეძებ, რა ვქნა, ვერ ვნერვიულობ. და ეს ეპატაჟიც არა, ესეთი ვარ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ პაწაწინა, აი ამხელა პაწაწინა ქვა, მე რო გარდავიცვლები, არც სახელი ეწეროს, არც გვარი ეწეროს ბედნიერება. და მინდა უღრან ტყეში რო დავანსაფლავონ. ჩემს ისტორიას ქვია ბედნიერება. მაესტრო ისტორია.